პირველ რიგში ჩვენს საამაყო ტერმინატორს ილია თოფურიას გაუმარჯოს ღვთისწყალობა და მალე გამოჯამრთელება. ისეთი დაბრუნდეს, როგორც ბევრს არ წარმოუდგენია საერთოდ. მეგობრებო, რაც შეეხება მის გაუგონარ ჩხუბს გუშინდელ ბრძოლაში, რავს გულისხმობ, გადაუხვია ყველანაირ მის ჩვევას თითქოს გუშინ, საერთოდ, აი რაც კი პლუსები ქონდა წინა ბრძოლებიდან გამომდინარე, რაც ვიცით, რაც კი გვინახავს ხომ ისი შესრულებით, ყველაფერი უარყო გუშინ. ესე იგი, საწაიღო ესეთი უნიკალური თავდაცვა, რაც ქონდა, ის სიფრთხილე, ის გამჭრიახობა, მერე თითქმის მთელი პირველი რაუნდი ზვერავდა. აი ამ დაზვერვაში იმდენი დარტყმა მიიღო, აი მანდ აღშფოთთ იმ პირველ რიგში მეგობრებო და აი რაღაცნაირად არასასიამოვნო განცდა დამეუფლა. რა თქმა უნდა, ბრძოლის დამთავრებისთანავე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მე გადავიფიქრე, აი იმდენად აღელვებული ვიყავი, იმდენად დათრგუნული ვიყავი, იმდენად აი მგონია, რომ სიზმარში ვნახე რაღაც კოშმარი და ვერ ვიჯერებ, მეგობრებო, რომ ეს რეალობაა. იმიტომ კი არა, რომ ილია დაუმარცხებელი მეგონა და ისეთი ილუზიები კი არ მქონდა, რომ მას ვერავინ ვერ მოუგებდა და ეს რა სისულელეა, უბრალოდ მისი ბრძოლა რომ მენახა, როგორც სხვებთან დალაგებულად და გათვლილად ყველაფერი ქონდა საათივით აწყობილი და ისე წაეგო, კი ბატონო მეგობრებო, ვიტყოდი რომ აი მართლა აჯობა გეიჯი, მაგრამ გუშინ არა დაცვა, არა კომბინაციები. ეს თავის ძმა დაღალა მეგობრებო იმის ძახილში რომ ხელები აწიე, ნუ უდგა ხარ ესე სწორად და ესე გაჩერებული ნუ ხარ, იმოძრავე სულ გვერდულად, იმოძრავე, არა. რაღაცა გაუგონარი ის ქონდა, რა ქვია, მსვლელობა ქონდა მთელ მის ჩხუბს გუშინ, არ უსმენდა საერთოდ თავის ძმას თითქოს და რაც პირველად მოხდა მეგობრებო და სამწუხაროდ ესე სავალალოდ დასრულდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონებიც მარცხდებიან და ეს არ არის გასაკვირი და ის რომ როგორ თუ გეიჯისთან წააგო, არა. რა თქმა უნდა, ეს ილუზიები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მაქვს სხვებისგან განსხვავებით და რა თქმა უნდა, ყველას აქვს ამის უფლება. და ორი ვერსია მაქვს მეგობრებო, ერთი რომ ჩვეულად მის წინა ბრძოლებიდან გამომდინარე, რომ ფინიშერია რა, აი ეგრევე უყვარს ბევრი ტანჯვა-წამების გარეშე უყვარს რომ ეგრევე დაასრულოს ჩხუბი და ამის უნიკალური შანსი ქონდა მეორე რაუნდში და აი ეს არის ჩემთვის გადამწყვეტი და მეორე, უცბად ვიტყვი, მეორე ის რომ აი მეორე რაუნდიდან ზუსტად აი ამან გამაფიქრებინა ეს მეორე მისი ვერსია, რომ აუცილებლად გადაწყვეტილი ქონდა თითქოს და ამაში დავწუნდი, რომ 5 რაუნდი უნდა ეჩხუბა, იმიტომ იქ სანახაობა უნდა მოეწყო, იქ თეთრ სახლში იმართებოდა ეს შეხვედრა და ასე ვთქვათ, პუბლიკაზე უნდა ეთამაშა და ეს აბსოლუტურად მესმის მისია ეს ესეთი ამბიციური დამოკიდებულება, ეს სხვა ჩხუბებთან განსხვავებით, რა თქმა უნდა, მე სხვა ჩხუბები უფრო მირჩევნია, მაგრამ აი რახან თეთრ სახლში იყო, ამან გადააწყვეტინა, რომ აი მეორე რაუნდში თითქოს აი ეს ლეკვივით ფეხებში ჩავარდნილი ეს უსუსური გეიჯი, რომელიც უნდა დაესრულებინა, ჩაექვესკნელებინა, ჩაეჩაქუჩებინა, ეს არ გააკეთა მეგობრებო, განა ვერ, ეს ამაში ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს ვერ მოახერხა, ზევიდან მოექცა თან მეგობრებო და მით უმეტეს მანამდე ისეთი დაზიანებები მიაყენა კედელთან, რომ აი არ ვიცი იმას ადამიანი რანაირად გაუძლებდა, რაც გეიჯიმ გაუძლო და ეს მაფიქრებს მე ძალიან გამოუღო ფერდები, არ ვიცი რკინები ედო იქ შიგნით გეიჯის თუ აი რანაირად შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ამ დარტყმებს გაუძლო გეიჯიმ და
ნუ რო ვერ გაუძლოსავით და რო უკვე არაფრის თავი აღარ ქონდა და ქოშინებდა და ამ დარტყმებმა წააქცია კიდევაც და თან ეს ზევიდან მოექცა და მეთქი ეხა ჩაჩაქუჩე ჩქარა და დაამთავრე ეს ტანჯვაწამება, მაგრამ ეს არ გააკეთა მეგობრებო, აი ეს მაცოფებს, მაგიჟებს ჩვეულებრივად, რომ ეს შანსი აი ისევ ის მეორე ვერსია მომდის თავში, რომ არა, ამას არ უნდა დაემთავრებინა მეორე რაუნდში და ხუთივე რაუნდი უნდა ეჩხუბა. აი ეს აზრიმს პოპს ჩვეულებრივად, აი გული კახეთქვაზე მაქვს, ვერ მომინელებია რა, რომ აი ეს ვერსია თუ არის ის სიმართლე, რასაც ის გეგმავდა და არა ის, რომ შანსი მიეცა, როცა წინა შეხვედრებში HR-შივე აჩაქუჩებდა და ერთი წაბარბაცება სხვების და დაცემისთანავე 1, 2, 3 და ამთავრებდა ყველაფერს. აქ მთლიანად წუთი და რაღაცა ქონდა მეგობრებო დარჩენილი უკვე ზევიდან რომ მოექცა და რაღაცა არ ვიცი მეგობრებო, რაღაცა კურორტზე გაუშვა ჩვეულებრივად დაასვენა, მოასულიერა და მერე კი მივიღეთ რაც მივიღეთ. მოკლედ ესე გადახვევა საკუთარი პრინციპების და ესე ბრძოლის საერთოდ სხვა ერთი ის რომ შენი კუთხე სხვას გეძახის და სხვას გიყვირის და შენ სხვა რამეს აკეთებ საერთოდ და ესე ზიანს იღებ, რა თქმა უნდა ლოგიკურად მივიდა იქამდე სანამდეც მივიდა მეგობრებო და მე აღარც მიგვირს მეორე რაუნდის შემდეგ, რახან ეს არ გააკეთა, უკვე მე დარწმუნებული ვიყავი რომ ილია ამ ბრძოლას წააგებდა. ასე რომ ყოველივე საუკეთესო მინდა ჩვენს ტერმინატორს უსურვო და რა თქმა უნდა ამ შეცდომას მეორედ აღარ დაუშვებს ძალიან დიდი იმედი მაქვს. დროებით მეგობრებო.